საქართველოდან თხილის ექსპორტის ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატების ფონზე გაზრდილია შემოსავალიც. ექსპერტები ამას ძირითადად თურქეთში შემცირებულ მოსავალსა და ევროპული ბაზრის ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადართვას უკავშირებენ. Ახლობით 20%-ით არის გაზრდილი რაოდენობრივი ექსპორტი პროდუქციის, უფრო სწრაფად ხდება და ინტენსიურად პროდუქციის გადინება საქართველოდან. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მაღალი ფასის გამო შემოსავალი ექსპორტისგან ბევრ ორმაგია ფაქტობრივად შარშანდელთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით 2025 წლის მეორე ნახევარში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $100 მილიონ აჭარბებს და წლიურად მკვეთრ ზრდას აჩვენებს. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 1700 ტონა თხილი, რომლის ღირებულება $19 მილიონ აღემატება. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროპული ქვეყნებია. სეზონის დასაწყისში თხილის ფასი ევროპულ ბაზარზე რეკორდულ ნიშნულსაც აღწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში კლების ტენდენცია შეინიშნება. სეზონის დასაწყისში ფასი ძალიან მაღალი იყო, დაახლოებით 14 ევრომდე იყო ევროპაში, თუმცა ეხლა ნელ-ნელა იკლებს ინტენსიურად, უკვე 9 ევროს ჩამოწდა. ბაზარზე ფასის კლების ტენდენციაა გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა შარშანდელთან შედარებით მაინც მაღალი ფასია და პრინციპში კარგია ფერმერებისთვის, არის სტიმული მომავალი სეზონის მოსამზადებლად. დადებითი დინამიკის მიუხედავად სექტორში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ რჩება პროდუქციის ხარისხი. სამწუხაროდ ხარისხთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. ჩვენთან პროდუქციის შენახვის პრობლემები, ფაროსანას მიერ დაზიანებული პროდუქციის პრობლემები და მოუვლელი ბაღების მიერ არასასურველი ხარისხის პროდუქციის მიღების ტენდენცია გრძელდება, იმიტომ რომ შარშან ძალიან ნაკლები იყო ფერმერების ჩართულობა, იმედი მაქვს, რომ წელს უკეთესი სიმამჩენებლები გვექნება. გამოწვევების მიუხედავად საქართველო თხილის მწარმოებელი ქვეყნების ხუთეულში რჩება, თუმცა პოზიციების შენარჩუნება მაინც რთულდება. არის იმის საფრთხე, რომ ალბათ კიდევ ჩავინაცვლებთ ლიდერი პოზიციიდან, რადგან ჩვენთან ახალი ბაღების გაშენება ძალიან ნაკლებად ხდება და გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში ასევე გვაქვს ბაღების ხმობის პროცესი, რომელიც ამცირებს გაშენებული ბაღების ფართობს, რაც საბოლოო ჯამში აისახება ბუნებრივია მოსავლის რაოდენობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა პოზიტიური მხარე ის არის, რომ ჩვენ იმდენად დიდ ტერიტორიაზე გვაქვს გაშენებული თხილის ბაღები, თუ ფერმერებმა მოუარეს, პრინციპში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ინდუსტრიისთვის საკმარისი და მეტიც შეგვიძლია ვაწარმოოთ. თხილისგან განსხვავებით, კაკლის სექტორი საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ექსპორტზე ნაკლებად არის ორიენტირებული. ექსპორტირებული კაკლის რაოდენობა ბოლო 2 წელი რომ შევაჯამოთ 2024 წლის მოსავალი და 25 წლის მოსავალი დაახლოებით შეადგენს 10% და თვითონ ექსპორტის ჭრილში იმდენად მკვეთრი ზრდა არ არის, თუმცა თვითონ მოსავლის რაოდენობა იზრდება. დიდი არის ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა, ჩვენი ასე ვთქვათ სამზარეულო სპეციფიკიდან გამომდინარე ინარჩუნებს პოპულარობას და მოთხოვნა სულ მზარდი არის. წარმოებლების თქმით, სექტორს ზრდის პოტენციალი აქვს, თუმცა ექსპორტის გაზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული წარმოების მოცულობაზე. ამ ეტაპზე ქართული კაკალი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. პირველ რიგში გვინდა ევროკავშირის ბაზარი, რომელიც ძალიან სტაბილური არის. ასე ვთქვათ, განვავითაროთ შარშანდელი წერი იყო ესეთი მნიშვნელოვანი ნახტომი, როდესაც მოცულობითი ექსპორტები განხორციელდა, არა საცდელი საექსპორტო, ასე ვთქვათ, პარტიები, არამედ მნიშვნელოვანი ექსპორტები განხორციელდა და ამას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო დეფიციტმა ამ საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც არსებობდა შარშანდელ წელს გულისხმობ 24 წლის მოსავალს, რადგან ჩვენთვის ახლა ბოლო 25 წლის მოსავალი არის. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ფენაში ვცდილობთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ. დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართული კაკალი ხარისხის თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი პროდუქტია და პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების რეალური პოტენციალი აქვს.
სოფლიოში ყველაზე ხარისხიანი, ასე ვთქვათ, ჯიშური და ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კაკლის მწარმოებელი ქვეყნების კონკურენტუნარიანი ვართ და შეიძლება ითქვას უკეთესიც კი. ყველანაირი ინფრასტრუქტურა გვაქვს გადამუშავების ჭრილში, ვაწარმოებთ ყველაზე მოთხოვნად და გემოვნური, ორგანოლეპტიკური, ვიზუალური და ყველა სხვადასხვა მაჩვენებლით გამორჩეული ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ და თვითონ ჩანდერმა ძალიან, ასე ვთქვათ, კარგად მოიკიდა ფესვი საქართველოში, აძლევს ნიადაგი და ყველა ბუნებრივი რესურსის შესაძლებლობას და ნამდვილად მადლიანია ეს ქვეყანა და უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კაკლის წარმოების ზრდისთვის აუცილებელია ახალი ბაღების გაშენება. ქართულ კაკალს აქვს პოტენციალი საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბდეს.